პროცესზე ხმამაღლა რო განცხადება კეთდება და იქ ესწრება პროკურორი და მე რო ვამბობ ადვოკატი ვარ მე რა ვამბობ რომ აი ამიტომ და ამიტომ ჩვენ შესასწავლი გვაქვს და გამოძიება არ დაინტერესებულა რა გააკეთა სახელმწიფო უზრუნველყოფამ რატო დააწერა ამ ხალხს ძვირად ბოდისვიხთი და ნაგავი და რატო ანუ ეს სახელმწიფო უზრუნველყოფამ რა ისარგებლა ამით ეს შესასწავლია მეთქი ეს ხო არავის ყურსი არ შეუშვია მაშინ როდესაც მაშინაც ამბობდა კანონი რომ პროცესზე ხმამაღლა ნათქვამი ან თქვათ სადმე პრესაში ნათქვამი პირდაპირ იყო იმის საფუძველი აღძრული ხო ხო ეს ხო ჩააჩუმეს მეორე ჩემი პოზიცია იყო რომ აქ ჩადენილი არ იყო თაღლითობა რას გულისხმობს კარგად იცი ლევან აუცილებელია რომ მოტყუება იყოს ამ შემადგენელია ამ მუხლი აი აუცილებლად გულისხმობს მოტყუებას აი ხა ბრალში რა ეწერა უყურე ზეხან ხო მოისმინეთ პატიოსანი კაცი გეუბნება რომ არ გვინდოდაო გთხოვესო ჯერ შეგვინახეთო და მერე დაგვავალდებულესო უბრალოდ მაშინაც დაავალდებულეს რომ საწყობი კი არ გვინდა თქვენი დაქირავებულიო თქვენ საწყობში დაგვაწყობინეთო მერე გვითხრესო რომ 3 დღეში ზუსტად მახსოვს ახლა ეს თარიღები მიბარების ხელშეკრულება ზუსტად 3 დღეში გადაიქცა ანუ ხელშეკრულებად რომ თქვენ აიღეთ ვალდებულება ამას გაყიდით და ტომარაში 45 ლარს გადაიხდით უნდათ თუ არ უნდათ ეს ხო გააკეთებინეს ბრალში რა ეწერა შოთა მამნიაშვილიო წინასწარი განზრახვითო დანაშაულებრივი განზრახვით დაუკავშირდაო სახელმწიფო უზრუნველყოფასო რომელიც თავისთვის წყნარად იყოო და ფქვილი ქონდა შემოტანილი უთხრაო რომ მომეცი ეგ ფქვილი მე გაგიყიდიო გადაიტანა თავის საწყობშიო ხო და ეს ფული შეჭამა აი ეს იყო ბრალი და აბსოლუტურად არც ერთი მოწვის იგივე სახელმწიფო უზრუნველყოფა თქვენ ბძანეთ რომ ისა რა ქვია პროკურორი იქით დაემუქრა გაჩუმდა ხა თორე შენც დაგიჭერო ხო ესე იყო მაინც არ გაჩუმდა იმ ბიჭმა თქვა ყველაფერი რაც იყო რა თქვა ჩვენო მოლაპარაკების ეტაპზე ვართო ფასის დაკლებაზე არისო საკითხი დაყენებული წერილობითო წარმოდგენილიო და ჯერო გადაწყვეტილება არ მეგვიღიაო ანუ ეს რო გეწერათ 45 ლარად თქვენი ვალი ახლა მილიონი და რაღაცა შეიძლება არ ყოფილიყო რო დაეკლოთ რეალურ ფასთან გაესწორებინა მაგრამ ნახე თქვენ იყავით სახელმწიფო უზრუნველყოფასთან მოლაპარაკების რეჟიმში ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია რომ თუკიო წარმოიშობაო რაღაცა უთანხმოებაო მხარეებს შორისო პირდაპირ წერია იმ ხელშეკრულებაში ეს გადაწყდება ურთიერთშეთანხმებითო თუ არაო და დავა გადაინაცვლებსო სასამართლოშიო და იქამდეც არ ვიყავით მისულები რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სასამართლოში მიდის რომელიმე თუნდაც სახელმწიფო უზრუნველყოფა და გიჩივის რომ ეს კომპანია სელმა და ბეგი კომპანია რო ხარ და ჩემი ფული რო წაიღე და ფულსა თუ არ მიბრუნებო ეს იყო აი პირდაპირ რო იტყვიან გაქანებული თუ მაინდამაინც სამოქალაქო დავის საგანი ეს იყო ჩვენი დაცვის სტრატეგია და სამოქალაქო დავაში არ იყო შემოსული სახელმწიფო უზრუნველყოფა იმიტომ რომ მოლაპარაკების ეტაპზე იყავით ეს არ დაგვიდასტურა ამ კაცმა პროცესზე ხო დაგვიდასტურა კარგი და ბოლოს ჩვენი სტრატეგია იყო ის რომ აბსოლუტურად პირდაპირ მითითებული მქონდა ნორმა საერთაშორისო ოქმი არის სადაც პირდაპირ წერია რომ ვალაუვალობის გამო ადამიანის დაპატიმრება არის აკრძალული აი როგორც წამება არ შეიძლება ადამიანის ესევია აკრძალული რომ ადამიანი დავიჭიროთ მხოლოდ იმიტომ რომ ის ვერ იხდის ვალს და ეს ადამიანი მეთქი დღეს თუ ყველაფერს თავი დავანებოთ ტყუო და არ ტყუო და ბოდიში და შეტენეს არ შეტენეს ფაქტის წინაშეა რომ ასე დაუთვალა სახელმწიფომ და აი ამას ვერ იხდის იმიტომ რომ ვერ ყიდის და ვალ აუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და ამის გამო ამ კაცის დაჭერა არის წარმოუდგენელი მეთქი სად იყო ვალი არა ხო იზოლები წარმოშობილი ვალი აი ესეთი თაღლითობა აი ესეთი თაღლითი სტუმარი გვიზის ახლა ჩვენ აი ეს ჩაიდინა ამ კაცს